მოგესალმებით, დანო, ძმანო და სხვანო, თქვენ წინაშეა Beyond Zero Production. ამ ვიდეოში მოკლედ მიმოვიხილავ ბოლო დროის ორ ძალიან გახმაურებულ ფილმს, ესენია მოახლე და მარტი დიდებული. დავიწყოთ მოახლით. ესაა პოლ ფიგის ნამუშევარი, რეჟისორის, რომელსაც ოდესღაც გადაღებული აქვს უკვე კლასიკად ქცეული თინეიჯერული სერიალი Freaks and Geeks, ხოლო ამის შემდეგ იშვიათად თუ გაუვარდება რაიმე ხეირიანი. უმეტესად სულელურ კომედიებს ამ დარე თრილერებს ეტანება. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ სამმაგი ჯაშუშის რამდენიმე ეპიზოდზე მუცლის ტკივილამდე მიცინია. მოახლე წარმოადგენს ფრიდა მაკფადენის იმავე სახელწოდების უპოპულარულესი ტრილოგიის პირველი ტომის ადაპტაციას. სხვათა შორის ქართულადაც არის თარგმნილი. ვაპირებდი რომ წიგნით წამეკითხა და პარალელური ანალიზის ვიდეო დამედო, ესაა ვიდეო ესეების სერია, რომელსაც ვგეგმავ, თუმცა ამ შემთხვევაში მოახლის ნახვის შემდეგ სურვილი გამიქრა. მოახლე 30 მილიონიანი ბიუჯეტით 360 მილიონიანი სარგებელი ნახა, რაც საოცარი შედეგია, ხოლო გასული წლის ჰოლივუდის ფილმების ეკონომიკურ კრიზისს თუ გავითვალისწინებთ, თლაც სასწაულია. ამ წარმატებას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: ერთი წიგნის პოპულარობა, ხოლო დანარჩენი ორი რა თქმა უნდა ჯინსები. სიუჟეტი მდგომარეობს შემდგომში. ახალგაზრდა გოგონა მილი, რომელსაც ციხე ახალ მოხდილი აქვს, ხოლო ახლა 5 წლიან პირობითია, ვალდებულია იშოვოს სამსახური. მილი მუშაობას იწყებს მოახლედ მდიდარ ნინა და ენდრიუ ვინჩესტერებთან და თანდათან ეხვევა ამ სახლის იდუმალ და შემზარავ საიდუმლოებებში. საკმაოდ კლასიკური და ნაცნობი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით მინდოდა ნამუშევარი მომწონებოდა, დადებითი ნიშნები ცოტაა. მაინც კარგით დავიწყებ. მთელ ფილმს მხრებით ათრევს ამანდა საიფრიდი. იმ სიგიჟის ყურება, რასაც ნინა ვინჩესტერი ეკრანებზე ანთხევს, ნამდვილი ნეტარებაა და სულ რომ ოსკარი მიეცათ არც ეგ მეწყინებოდა. კიდევ დადებითი რა შეიძლება. ერთი-ორი კრეატიული სცენა იყო და რამდენიმე ჩეხოვის ტოფმაც გაისროლა, თუმცა პრიმიტიულმა. მე პირადად ისიც გამიხარდა, რომ სიდნი სვინის წარუმატებელი სერია დასრულდა, რადგან კრისტისა და ედემის კატასტროფული ზარალის შემდეგ მსახიობის კარიერას შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა. დავამატებდი, რომ ორივე ჩამოთვლილი ეგზემპლარი მოახლეზე უკეთესია და სიდნის შესრულებაც ერთი თავით მაღალი. ფილმს სამწუხაროდ თავისი ორიგინალური სკორი არ აქვს, მაგრამ შვენიერ სიმღერებია შერჩეული, განსაკუთრებით კი ჩემთვის უსაყვარლესი Blue Bayou ლინდა როსტადის შესრულებით. ორიგინალსაც არ აუშავს, მაგრამ როი ორბისონთან ბექ ვოკალები ნერვებს მიშლის და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დეიდანს ქავერი მირჩევნია. ახლა რაც შეეხება მინუსებს. ხომ. რაც ამანდა საიფრიდი ვაქე, ზუსტად იმის საპირისპიროა სიდნი სვინის შესრულება. არანაირი სამსახიობო გაქანება. მთელი ფილმის მანძილზე ან გაკვირვებული სახე აქვს, ან მოწყენილი. ერთი ეპიზოდი იყო, რომელმაც ყველაზე მეტად მომიშალა ნერვები. სიდნის პერსონაჟი აღებს კარებს და წინ 1 მეტრში ხვდება გასისხლიანებული, შეიარაღებული ნინა. ამაზე მილის რა რეაგირებაც აქვს, წლის ერთ-ერთი ყველაზე არადამაჯერებელი სცენაა. მაგრამ მე მსახიობებზე მეტად რეჟისორის ბრალი მგონია ეს ყველაფერი. ზოგადად სიდნი სვინისადმი დადებითი დამოკიდებულება მაქვს, განსაკუთრებით 2024-ში გამოსული Immaculate ის შემდეგ, რომელიც მე ძალიან მომეწონა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ტრეში ჰორორებისადმი ცოტა მიკერძოებული ვარ. საერთოდ ფილმის ყველა პერსონაჟი უინტერესო, ბრტყელი, 1000 გზის გაცვეთილია და ნაკლებ გრძნობას იწვევს, მიუხედავად დაჩაგრულისადმი ბუნებრივად გაჩენილი ემპათიისა. ეს მეზობე საერთოდ უადგილოა და მისი ყველა კადრი რომ ამოჭრა, სიუჟეტში არაფერი შეიცვლება. ამ ყველაფერს კი ემატება დიალოგები, რომელიც ახალბე და არასრულწლოვნის დაწერილს გავს და რადგან დიალოგებს უმეტესად პირდაპირ ნაწარმოებიდან იღებენ ხოლმე, მიჩნდება ეჭვი, რომ არც წიგნი უნდა იყოს დიდი ბედენა. იმასაც ვიტყოდი, რომ ყველა ტვისტი და შემოტრიალება მარტივად მიხვედრადია, დაახლოებით 15 წუთში ზუსტად ვიცოდი ყველაფერი საითაც მიდიოდა და მგონი ნებისმიერი ადამიანი, ვისაც 5-6 თრილერი უნახავს, იგივე შედეგს მიიღებს. საუბრობ არა მხოლოდ სიუჟეტის მთავარ კვანძის გახსნაზე, არამედ ყველაფერზე. ისეთი პატარა დეტალებით, როგორიცაა სპოილერის გარეშე რა ვთქვა, კიბის სცენა და კარებს ვინ გააღებს ამბავი. საერთოდ მარტივად პროგნოზირებადობა პრობლემა არაა ხოლმე, როცა ამას ფსიქოლოგიური სიღრმე ავსებს, მაგრამ სიღრმე აქ მხოლოდ მილის დეკოლტეს აქვს. საერთო ჯამში გამოვიდა სტანდარტული იაფასიანი თრილერი, როგორიცაა Fresh 2022-ის ან ოდნავ უკეთესი, მაგრამ სადაც მანდვე უჩინარი კაცი, ოღონდ ბოლო 20-20-ის. ფილმს დავუწერდი 4-ს ან 4.5-ს. თუ გონებას მოადუნებ და წმინდა საპოპკორნეთ უყურებ, სიამოვნების მიღება შეიძლება. მოკლედ ბოლო დეკადის საუკეთესო მოახლედ ისევ მარგარეტ კოლი რჩება. მარტი დიდებული. ფილმი წლის ყველაზე დიდებული მარკეტინგ კამპანიით ტიმოთი შალამე ყირაზე გადავიდა და შუბლის ზარღვზე გაიხა ფილმის გასაპირებლად, ხან ვეგასის სფეროზე ავიდა, ხან კლიპი ჩაწერა, მოკლედ ყველაფერი გააკეთა, რაშიც არ ვამტყუნებ, რადგან 2025-ში
ჰოლივუდში ისეთი კრიზისი იყო, რომ ხალხისთვის რომ გეთქვა ეს იქნებოდა უბრალოდ სპორტული დრამა, არავინ არ მივიდოდა. და ამ ყველაფრის მერეც კი ფილმმა 70 მილიონით იშოვა სადღაც 140 მილიონი, რაც მაინც ვერ ადიი წარმატება, იმიტომ რომ კინო სამყაროში წარმატებად ითვლება ჩადებული ბიუჯეტის გასამაგება. ისტორია გვიამბობს ამბიციურ და ეგოცენტრულ ახალგაზრდა სპორტსმენ მარტი მაუზერზე, რომელსაც უნდა საკუთარი სახელი პინგ-პონგის ისტორიაში უკდავყოს. ამის გამო კი ყველაფერზეა წამსვლელი. ამბავი ეფუძნება ცნობილი ამერიკელი მაგიდის ჩოგბურთელის მარტი რეიზმანის ბიოგრაფიას, თუმცა ძალიან გაკვრით, ინსპირაციის დონეზე. დაახლოებით ისე როგორც ბობი ფიშერის კარიერა იქცა შთაგონებად დედოფლის გამბიტისთვის. კინოთეატრიდან გამოვედი თუ არა მეგობრებს უყვებოდი, რომ მთელი ფილმი თავში მიტრიალებდა დაუმუშავებელი ალმასები და სახში მივედი თუ არა და დავგუგლე აღმოაჩინე, რომ იგივე რეჟისორისაა, უпростоრად ანკათ ჯეიმს გადაიღო ძმებმა საფტებმა, ხოლო წელს ისინი გაიყვნენ. ბენი საფტიმ გადაიღო Smashing Machine როკის მონაწილეობით, ხოლო ჯოშ საფტიმ გადაიღო მარტი დიდებული. დაუმუშავებელ ალმასებთან კავშირები აშკარაა, იგივე დაძაბული, ნერვული გარემო, ქაოსი, მოვლენების ჩახლართული განვითარება, რომელმაც შეიძლება გაირიჩის ოქროს ხანის ფილმები გაგახსენოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ანკათ ჯემამდე მარტი ვერ მივა. აუცილებლად უნდა შევაქო ფილმის საუნდტრეკი, მთლიანი ფილმ სკორი, რომელიც დაწერა დანიელ ლოპატინმა და ვიტყვი, რომ თითქმის იმდენადვე კარგი გამოვიდა, როგორც Nine Inch Nails-ის Challengers-ისთვის დაწერილი ალბომია, ეს ბოლო კი წინა ვიდეოებში არაერთხელ მიქია. ნამუშევარი საკმაოდ ვრცელია, 2 საათნახევარი და ვიტყვი, რომ შუაში ცოტა ტემპის ჩავარდნა არის, მაგრამ აქაც ისეთი კარგი მუსიკაა, რომ ორ ღორს გაყურებინებს. დაუბრუნდეთ ცენტრალურ მოვლენას, ანუ ტიმოთი შალამეს თავისი მთავარი პერსონაჟით იმსახურებს თუ არა ოსკარს. წლიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ოსკარი მარტო ცნობილ მაღალბიუჯეტურ, უკვე გაპაფსავებულ ფილმებს გადაეცემა, კი. ტიმოთი მშვენივრად ასრულებს იმას, რაც ევალება, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს პერსონაჟი თვითონ არის რაღაცა საოცარი ემოციური სპექტრის მატარებელი. ავიღოთ მაგალითად ჰოაკინ ფენიქსის ჯოკერი. ფილმი, რომელიც დაახლოებით იმ დონეზე მომწონს, როგორც მარტი სუპრიმი, არც ეს არ გაგიჟებული ვარ, მაგრამ ჯოკერის პერსონაჟი ბევრად უფრო ღრმა, მრავალფეროვანი და საინტერესოა ვიდრე მარტი. მოკლედ, ტიმოთის შესრულებას არაფერს არ ვუწუნებ, უბრალოდ ეს მაინც არ არის რაღაცა There Will Be Blood-ის დენიელ დეი-ლუისის ან Wall Street-ის მგელის დიკაპრიოს გაქანების როლი. წლევანდელი მაგალითიც რომ მოვიყვანო, ვიცი რომ ოსკარებში გენდერული დაყოფა მიდის, მაგრამ რასაც Rose Byrne აკეთებს ფილმში If I Had Legs I'd Kick You, ქართულად არ ვიცი როგორ, იმიტომ რომ ქართულად არ იგუგლება ეს ფილმი საერთოდ. ფეხები რომ მქონდეს გკრავდი ან დაგარტყამდი. მან რასაც ეს ქალი თამაშობს, იმასთან მარტი მოსატანი არაა. სხვათაშორის ამ ორ ფილმს აკავშირებს რეპერის მაგაცების დუო, თუ მარტიში ხვდება ტაილერი, იქ არის A$AP Rocky. რა თქმა უნდა, ნამუშევარში არის ბევრი კარგი საინტერესო სცენა. სპორტული ნაწილი იქნება ეს პირველ 15 წუთი და ანუ ფინალური ნაწილი, დასასრული, რომელიც არის მძაფრი დრამატული სცენა და რა თქმა უნდა თაფლის ეპიზოდი, რომელიც არის სრული შოკი და თანადევს ყველაზე ბომბა ტრეკი მთელ ალბომში, ქვია Honey Holocaust, თაფლის ჰოლოკოსტი. აი ეგ კადრები ნახდათ აღარასდროს დამოვიწყდება. სიუჟეტის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დამოუკიდებელი ნარატიული ხაზების უმრავლესობა ან დაუსრულებელი რჩება, ან ბუნებრივად არ ერწყმის ცენტრალურ მოვლენას. მაგალითად, მე მთელი ეს შაუბნელი ზღაპარი ძაღლზე ძალიან მომეწონა. ჩემს მეგობრებს არ მოეწონათ. და მერე უკვე როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ მთელი ეს ისტორია ცენტრალური სტრუქტურული ქარგიდან საერთოდ ამოვარდნილია და ცალკე შეიძლება რაღაცა ღირს, მაგრამ ამ ფილმში იქნება თუ არ იქნება, სულ ერთია. საერთოდ მთელი მარტი სუპრიმი რო ავიღოთ, ეს არის დაუმუშავებელი ალმასების და დამიჭირე თუ შეძლების ნაზავი ჩასმული სპორტული დრამის სტრუქტურულ ჩონჩხში. მაგრამ თუ დიკაპრიოს პერსონაჟი თავისი ტყუილებითა და ქარიზმით ახერხებს სხვა ადამიანზე ზემოქმედებას, ამ ფილმში ვერ ვხედავ კონკრეტულად რის ხარჯზე ახერხებს მარტი ადამიანებისგან მიიღოს ის რაც უნდა. იღებს რაც უნდა, მაგრამ რატო ხდება ეს? დამაჯერებელი არ არის. ანისავ არასაჭირო ნარატიულ მოვლენებს რო დაუბრუნდეთ. რამხელა დატვირთვაც აქვს Catch Me If You Can-ში ჯენიფერ გარნერისა და დიკაპრიოს ჰოტელში სექსის სცენას, დაახლოებით იმ ხელავე მნიშვნელობა აქვს მარტი სუპრიმში მარტისა და გვინეთ პელთროუს ურთიერთობას. მაგრამ პირველში ეს გრძელდება 5 წუთი, ხოლო მეორეში მთელი ფილმი.
ახლა კი მოკლე მიმოხილვის ფარგლებს ძალიანაც რომ არ გავცდე, შევაჯამებ და ვიტყვი რომ ფილმი მომეწონა. შალომის მონაწილეობით საუკეთესო ფილმად ჩემთვის მაინც რჩება Bones and All, მაგრამ საუკეთესო შესრულებამ ალბათ მარტისკენ გადმოინაცვლა. იმედია წლის შეჯამების და ტოპ-10 ფილმის დადებასაც ვაღირსებ. ხოლო თქვენ კი თუ ვიდეო მოგეწონათ დაალაიქეთ, თუ არ მოგეწონათ არ დაალაიქოთ, დაადისლაიქეთ, თლად ნუ დაარეპორტებთ, არხი შეგიძლიათ გამოიწეროთ და მომავალ შეხვედრამდე.